შუა დღე მშვიდობის. მოკლედ დღეს ვიღვიძებ, გამოვდივარ გარეთ და ყველაფერი ისეთი თეთრია, მეთქი ხო არ მოთოვა თქო. თან გუშინ რაღაცა ნიალმა დაუბერა საღამოს გვიან და ისეთი ამინდი წამოვიდა, მეთქი ხო არ მოთოვა თქო, რომ გამოვედი, თვალები ახალი გახელილი მქონდა. გამოვიხედე და ყველაფერი თეთრია, მაგრამ დანისლულია. ანუ სახურავებიც ისე მოჩანდა, თითქოს ის არისო რა. დათოვლილი არისო, მაგრამ ნისლიანი იყო, ყველაფერი თეთრი იყო. ხო და დღეს 4-მდე არ ვმუშაობ. და გამოვედი გარეთ, რომ გავისეირნო და ცოტა განვიტვირთო რა. კი დამაგვიანდა, პირველია უკვე და 3-ზე უნდა წავიდე, რომ 1 საათი გზაში მჭირდება სამსახურამდე. მაგრამ მინდა გავიდე რუსთაველზე და თუ მივაგენი ის რო არის, რა ქვია, საბაგირო რო გაიხსნა. ძალიან ლამაზი ხედები იშლება, ძვირიც არ არის. 3 ლარი ღირს საქართველოს მოქალაქეებზე 1 გზა. და მანდ მინდა გასვლა. ხო და რა ვიცი, თუ მოვასწარი 2 საათი მაქვს დრო და თან კიდევ ისეთი დანისლულია ყველაფერი, რომ ხედები საერთოდ არ გამოჩნდება, მე ესე ვფიქრობ და ნახოთ რავი გავისეირნებ, მაინც არაფერს არ ვაკეთებ. თავი არ მოუჩანს, ისეთი ნისლია, ნახეთ. ნახევრად მოჩანს. წავედით. ესე იგი, TikTok-ზე ვისმენდი რიგებით გასო. იმხელა რიგებით გასო და საერთოდ არ იდგა რიგები. ძალიან მარტივად მოვედი და რა ლამაზია სასვლელია. ძალიან მაგარი. სამი ლარი ღირს ქართველებისთვის 1 ასვლა. მარტო ვზივარ, ხალხო, რა რიგები დგას? სად არის რიგები? აჰა, დაიკეტა კარები და მივსისინებთ. ოპა, აუჩქარა. ესე იგი 4 ტუთი ჭირდება 1 გზას. და ეხლა გადავიღოთ, რაც შეიძლება ლამაზი ვიდეოები. მშვენიერი ხედია, არაფერი ნისლი არ არის. ისეთი ნისლი იყო, მეგონა დაფარავდა მთელ ხედს. უკან ყოფილა სასწაული ხედი. აუ რა კარგია. ძალიან საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უბრალოდ არ ვაფასებთ. რა სილამაზეა, საით გავიხედო აღარ ვიცი. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, ალბათ ახალი გარემონტებული რო იყო და ახალი გახსნილი რო იყო საბაგირო, მაშინ იყო ალბათ რიგები, თორე რა საოცარი ხედი იშლება. თორე ახლა გიხედავთ, რომ მარტო არ კაბინაში თუ რაც არის. რა საოცრება.
ესე იგი 4 წუთი კი არა, ეს 4 წუთი ისე სასიამოვნოდ გაიწელა და იმდენი ხანია ვტკბები. თან მარტო რო ვარ კაბინაში ჩემ გემოზე ვსაუბრობ და ვიღებ ვიდეოებს. აი, მალე მივალთ. საოცრება აქაურობა. აი ეს ვაფშე ცარიელია. სასწაულია. აი მთელი თბილისი მოჩანს, კიდე ნისლია ძალიან, თორე აი მთელი თბილისი მოჩანს. უბრალოდ სამების ტაძარი ვერ დავინახე. აი აქეთ უნდა იყოს. სამებასთან ვარ ახლოს, ტაძარი არ მოჩანს და ის ქვევრი და ის საჰაერო ბურთი მოჩანს. და სხვა რა ვიცი, აი ის შენობა კიდევ საოცრება აქაურობა. ეს თებზე რო ავდივართ. აი ესე თითქმის მოვედით. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო აქეთ რო წამოვედი. კი ძალიან ცოტა დრო მაქვს და დიდი ხანი ვერ დავტკბები აქაურობით, მაგრამ სხვა დროს როცა მთელი დღე მექნება დასვენება, წამოვედი. აი ესე საოცრება. ეხა 1 საათნახევარი დამჩა კიდე. და ცოტა ხანი დავტკბები ზემოდან ხედებით, მთაწმინდის პარკშიც გავისეირნებ ცოტას და მერე ისე ჩავა. აი ეს ისე ლამაზად მოჩანს ხოლმე ჩემი სახლის ხედიდან, განათებული ხან ფერადად ანათებს, ხან ერთ ფერში ანათებს. ესე იგი 4 წუთიანი არისო ეს პროცესი რა, მოვისმინე ინტერნეტში და აი ეს 4 წუთი ისე სასიამოვნოდ გაიწელა ეს ფილარმონიის შენობა. რავი, ესე მგონია რომ 9 საათია მოვდივარ უკვე. მაღლა ამოვედი და მოშორებით უფრო დაინისლა ყველაფერი და აღარ მოჩანს თორე. მოვედით. არა მართლა ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო აქ რომ წამოვედი ამ საბაგიროს სანახავად და მით უმეტეს ძვირი საერთოდ არ არის. 2 ლარი ბარათში გადავიხადე, 3 ლარი, 3 იქეთ, 3 აქეთ, რომ ქვემოთაც საბაგიროთი ჩავალ. და 8 ლარად აი ესეთი სილამაზეები დავათვალიერე და აგერ მოვედით კიდეც. და საოცრება აქაურობა. ეხლა გაიღებ კარები და გავა. ეს ნახეთ. ეს შენობაც მოჩანს ხოლმე ჩემი სახლიდან. ძალიან დანისლულია ყველაფერი და ვაიმე რა საოცარი ხედია. აი თვალით დანახული სულ სხვაა და კამერა სულ სხვანაირად აღიქვავს რა. კამერა უფრო დაბინდულად აღიქვავს, ვიდრე თვალით მოჩანს.
არა მართლა კარგი ვქენი რომ წამოვედი. სიამოვნებით ერთ სრულ თავისუფალ დღეს გავატარებდი სიამოვნებით აქ და ამ პარკს, თაწმინდის პარკს უფრო იმად მოვინახულებდი რა. ვრცლად. თან ატრაქციონებიც მიყვარს და ვგიჟდები ატრაქციონებზე. მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ხედებით დავტკბები. ხო და უბრალოდ ვისეირნებ თაწმინდაზე. აი, სამების ტაძარი რატო არ მოჩანს მიკვირს. აი, დანისლულია, მაინც ხო დავინახე, აი, სამების ტაძრის ზედა ისა. ოქროსფრად რომ მოჩანს. აი, სადღაც მან ახლოს ცხოვრობ მეც. აი, ეს ბურთი როა. ეს ბურთი არის იმაში, რა ქვია. სიყვარულის ხიდიც გამოჩნდა ოღონდ კამერაში. ეს ბურთი არის რიყის პარკში და რიყის პარკთან ვარ ძალიან ახლოს. აის. წავალ ახლა გავაგრძელებ აქ სეირნობას. მოდი ესეც ვნახოთ უფრო ახლოდან. ისე რა კარგი იქნებოდა აქ ასლაც რო შეიძლებოდეს. ნუ ეს ხო სასწაული ძაბვა და ის არის, მაგრამ აი აქ ასვლა და დათვალიერებაც რო შეიძლებოდეს და აი იქ მაღლა რო იყოს კაფე რაღაცა რა. სულ გამჭირვალე შუშებით რო იყოს აგებული და კაფე რო იყოს ლამაზი. აი მე იქედან ხედები გაიშლებოდა. მაგრამ ამას სულ სხვა დანიშნულება აქვს. საათი და 20 წუთი მაქვს იმისთვის რომ დავტკბე აქაურობით. ერთხელ ვიყავი უკვე თაწმინდაზე, მაგრამ ძალიან იცრებ. ხო და ვერ დავათვალიერე კარგად აქაურობა. ხო და ეხლაც ძალიან ცოტა ხნით ვარ, მაგრამ საათი და 20 წუთი მშვენიერი დროა. ძალიან კარგი მისაღები ფასია. ზოგი ამბობდა რომ ანუ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი პირებისთვის არის 12 ლარი ტურისტებისთვის. და ქართველებისთვის არის 3 ლარი საბაგიროს გამოყენება. ხო და ზოგი ამბობდა ქართველი რომ 12 ლარი გადავიხადეთო და ალბათ უბრალოდ ტურისტი ეგონათ ქართულად ხმა არ ამოიღეს ალბათ და მაგიტო თორე მე 3 ლარი გადავიხადე და 3 ლარი არაფერი არ არის. ესეთი ლამაზი ხედის ნახვისთვის ღირს. ეს ღამე უფრო ლამაზია, მაგრამ ეს იქნება ზაფხულის ატრაქციონი, სასრიალოები. მოჩვენებათა ციხე კოშკი, დინოზავრები, გიგანტური ბორბალი, ამერიკული მთები. ხო, მოკლედ, აი ეს თაწმინდაზე ატრაქციონებს საკმაოდ ესეთი ფასები აქვს რა. კაი მაღალი ფასები აქვს თაწმინდაზე ატრაქციონებს, მაგრამ ნახოთ იქნებ ერთ ატრაქციონზე დავჯდე და იქნებ ერთი ატრაქციონი გამოვცადო ამ ეტაპზე. ესენი ნახეთ რა საყვარლები არიან. მესამე რა საყვარლები არიან. ეს არის ბარათი. ესეც ეშმაკის ბორბალი, მაგრამ ეშმაკის ბორბალზე ამ ეტაპზე არ დავჯდები, იმიტომ რომ ისედაც დავტკბი ლამაზი ხედებით საბაგიროდანაც. აი ეს ნახეთ როგორი დანისლულია, ყველაფერი თეთრია, გეგონებათ ისეთი ამინდია რა, თოვლს რომ მოგანატრებს, თოვლს რომ მოგანდომებს, ისეთი ამინდია. თორე აი აქედანაც სულ სხვანაირი საოცარი ხედები იქნებოდა,
ვიდრე არის. ეს ნისლი უშლის ხელს ხედებს. აჰა. ვარდნის ატრაქციონსაც მივაგენი. კიდე უნდა იყოს ამერიკული მთები. ესეთი ძალიან უბრალო ის არის რა. ტყე, ძალიან ბუნებრივია აქაურობა და არ არის ზედმეტად გადაფორმებული და ზედმეტად გადაჭრელებული. ესეთი ტყეში არის რაღაცნაირად ჩაფლული სხვადასხვა აქტივობები. აქეთ უკვე ძალიან გაფორმებულია აქაურობა და ლამაზად არის მოწყობილი. რა ლამაზი კაფეები და რაღაცეებია ნახეთ. ლამაზი მაგი და სკამებით. ეს ნაძვის ხე, რომელიც მალე დაიშლება, რადგან სამწუხაროდ თავდება ახალი წელი. ეს სცენა ალბათ რაღაც კონცერტი იყო, ან აწი უნდა იყოს, არ ვიცი. სუდანის ლულია ხედები. ვიცოდი ესე რო იქნებოდა, იმიტომ რომ დილი ძალიან ნისლიანი ამინდებია, მაგრამ მაინც წამოვედი და 2 წუთიცაც არ ვნანობ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს აქაურობა და ძალიან საოცარია. ზოგადად ესეთ ადგილებში რომ მოვალ ერთ კუთხე კუნძულსაც ავტოვებ დაუთვალიერებელს. ანუ ყველა ადგილებს ვათვალიერებ ხოლმე სწრაფ-სწრაფად და ეგ მიყვარს რა. კივილით მივხვდი, საითაც იყო ეს ატრაქციონი. ბავშვების კივილი გავიგე და წამოვედი აქეთ. მოვიარე მთელი მთაწმინდა კრუგი დავარტყი და ისევ აქ ამოვედი ოღონდ სხვა მხრიდან. იქიდან ხო ჩამოვედი, ასე წავედი, კრუგი დავარტყი და ეხლა აქიდან მოვედი. ხო და რა ვიცი, საოცარია აქაურობა. რა ლამაზი ბილიკებია. ესენი საფხულის ატრაქციონი, სასრიალოები. შტატივი არ წამოვიღე. შტატივი კი არა და სელფის ჯოხი შტატივი რომ აქვს. მეტად წამომიღო, გამომადგებოდა აქ ვიდეოების გადაღებაში, მაგრამ უბრალოდ სამსახურში გავრბივარ ეგრევე აქედან. თაწმინდიდან სამსახურში გავრბივარ და ესა აღარ წამოვიღე რა. აქ რომ მოვედი ისევ საბაგიროსთან მოვედი ისევ, ანუ ესე არ წავედი. რა ვიცი, კრუგი დავარტყე თაწმინდას და მოვედი ისევ საბაგიროსთან. ხო, არა და მე ამ დროს ვფიქრობდი, რომ საბაგიროს ვეღარ მივაგნებ თქო. მაგრამ ესე თავისით მოვაგენი. ამერიკულ მთებს ვერ მივაგენი, მთელი ის მოვიარე თაწმინდა. და ამერიკულ მთებს ვერ მივაგენი, წეღავ ნახე წარწერები და აქეთ აჩვენებდა ამერიკული მთები აქეთ არის, მაგრამ ვერ მივაგენი. იყო იქეთ მატარებელების ის ატრაქციონი, მაგრამ ის ძალიან პატარა იყო საბავშვო. ხო და ეს ქორწინების სახლი, რაც უცქნა და საყვარლობა. ხო და ეხლა მე მინდა
რაღაცა პატარა ლამაზი კაფე ან რაღაცა ეგეთი რომ ყავა დავლიო ან რაღაცა მივირთვა ადამიანურ ფასად რა თქმა უნდა აი აქეთ აჩვენებს ის არის რა ქვია მაგას ამერიკული მთები ესა ნახეთ რა მოდი დაუძახე და ეგრევე მოვიდა მოდი მოგეფელო მოდი ნუ გეშინია რატო გეშინია თფისო ჩემი მიყვარს მე ფისოები მოდი ნახეთ გაიზმორა მოდი რა მოგეფელო მოდი კლანჭები თათები ნახეთ მოდი ნუ გეშინია რატო გეშინია ჩემი რატო გეშინია აი მე რა საყვარლები არიან მე მგონი შავი კატები შემიყვარდა ამ ბოლო დროს იმდენგან ვაწყდები შავ კატებს და ეს თვალები რომ უნათებთ ნახეთ აი მე შევჭამგიშდები აი მაპს რო ენდობი უარესის ღირსი ხარ რა მივდივარ მანქანების გზაზე აი ესე მიჩვენებს რომ წინ უნდა ვიარო და მივარ დანიშნულების ადგილას მაგრამ ეხლა ვაკვირდები და ეს არის მანქანების გზა დაწმინდაზე ამოსასვლელი და ამ გზას თუ მე გავუყევი ფეხით ჩავალ ერთ თვეში ალბათ დაბლა ასე რომ ამდენი ვიარე და მოვბრუნდი ეხლა უკან აქ რა მინდა აქეთ არის პარკი და აქ რა მინდა ანუ იმაში ჩავწერე მაპში ამერიკული მთები თქო და აი ესე მიჩვენებს კილომეტრი და 200 მერე ვითომ აკლდება მაგრამ ემატება პირიქით ხო და მოვბრუნდი ისე უკან და აი ესე მართებს ხოლმე ყოველთვის მაპი ისე ჩემით ჯობია თორე მაპი აი ესეთ რაღაცას მიკეთებს აი ამას ქვია ცხოვრების ტკბობა მიუხედავად იმისა რომ სამსახური უნივერსიტეტის სახლი მიუხედავად იმისა რომ დრო თითქმის არასდროს არ მაქვს აი დღევანდელი დღე იყო ის როდესაც 4-მდე მეცალა ანუ 4 საათამდე რა 3-მდე იმიტომ რომ 1 საათი გზაში მჭირდება ხო და აი ესე ძალიან ცოტა ხნით მაგრამ ამოვედი მთაწმინდაზე და აი ეს ცოტა ხანი ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიამოვნება და აი ესე ტკბები აქაურობით და ესე რა ვიცი როცა თავისუფალი დრო მაქვს თავისუფალ დროს უაზროდ არასდროს არ უაზრობაში არასდროს არ ვხარჯავ ხოლმე თავისუფალ დროს იმიტომ რომ ძალიან იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო სტუდენტობის პერიოდში და მუშაობის პერიოდში თბილისში რაც ჩამოვედი მოკლედ თავისუფალი დრო ძალიან იშვიათად მაქვს თუმცა ვიყენებ სწორად ამ დროს არა ჩემი ოცნება პატარა ლამაზი კაფე ლამაზ ადგილას ლამაზი დეკორაციებით თბილი და ყუდრო გარემოთი სიამოვნებით მექნებოდა პატარა კაფე ლამაზ ადგილას იმიტომ რომ ვარ ყავის მონამორჩილი ყავაზე სიგიჟემდე შეყვარებული რა კარგი ხედებია ნახეთ მაგრამ სიმღერები ისმის ვიდეოში და ეხლა რაღაცა პატარა მონაკვეთის გამო არ მინდა რომ ესა ვიდეო დამიბლოკონ მონეტიზაცია ასე რომ ან ჩავსვამ ან არა ამ მომენტს ვიდეოში კარგი არა ხანდახან გამოსვლა და ცხოვრებით ტკბობა
ბაჩო, გამოწიე ხელი აქეთ, თორე აქ რო ტელეფონი ჩაგივარდეს, კი ვერ გადაყვები. იმ ხელა ის არის დაბლა. შესავარდნი. ცხოვრება მშვენიერია, რადგანაც მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, სტუდენტობისა, სწავლისა, მუშაობისა, მიუხედავად დროის არ ქონისა, გამოვნახე 2 საათი, 2-3 საათი, რა დროც მქონდა თავისუფალი და აი ეს 2-3 საათი ისე გამოვიყენე, მთავარია დროის სწორი გამოყენება. ეს 2-3 საათი ისე სწორად გამოვიყენე, რომ აი ესე ტკბები აქაურობით თაწმინდა დავათვალიერე, ხედები, ყავა და იმ ხელა სიამოვნება მივიღე, რომ ძალიან დიდი ხანი გამყვება, ასე რომ იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად თუ ეხლა ამ პერიოდში არ გაქვთ კარგი მდგომარეობა, მთავარია სირთულეებს სწორად შეხედოთ რა, სწორად მიუდგეთ რთულ პერიოდებს, ძლიერად, მყარად იდგეთ ფეხზე და აუცილებლად ყოველთვის ცუდს მოყვება კარგი. ცხოვრება ესეთია. ხან ცუდი იქნება, ხან კარგი იქნება, თუმცა მთავარია, რომ ყველაფერს შევხედოთ დადებითად და პოზიტიურად. ათი წუთი უკლია 3-ს და წავედი ახლა ისევ საბაგიროთი ჩავალ დაბლა. ძალიან სასიამოვნო იყო აქაურობა, ძალიან დავტკბი და ეხლაც დავტკბები ხედებით და მერე წავალ სამსახურში. მშვიდობებით თაწმინდას. კარგი იყო.